მოხდავს. მე ვერაფრით ვერ ამიხსნია რატომ ადამიანს პარასკევი დღე და რატო ესე მასიურად პროკურატურაში და თუ საგამოძიებო სამსახურში დაბარებები, აი რა პრაქტიკაა ეს ნამდვილად არ მისმის რა. და ეს პრაქტიკა სხვანაირად როგორ შეიძლება იქნას აღქმული თუ არა ზეწოლა. კონკრეტულ დღეს, როდესაც ანიშნულია საკრებულოს ხდომა, მასობრივი დაბარებები საგამოძიებო ორგანიზაციებში. ამას სრულიად უწყინა არის საფუძველიც რო ედოს ვერავინ ამას ვერ გადათარგმნის სხვანაირად თუ არა ზეწოლას. ამიტომ ამას სხვა ახსნა არ აქვს. თავისთავად ცხადია რომ აქ პოლიტიკური ბრძოლა მიდის, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჯდება ის რომ პარასკევ დღეს მასობრივად დაიბარონ საკრებულოს წევრები საგამოძიებო სამსახურში. ვერავინ ვერ იმართლებს თავს იმისგან რომ ეს არ იყო ზეწოლა თბილისის საკრებულოზე. ესე ცივილიზებულ ქვეყნებში არ ხდება. ჩვენ ესე ერთი შეხედვით კონკრეტულ ფაქტებს თუ შევხედავთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არის ზეწოლა, თქვა, იმიტომ რომ თქვა გარკვეული ნაწილი გადმოდის უმრავლესობაში, მაგრამ სისტემურად თუ შევხედავთ, ასე არ არის, იმიტომ ეს არის იმ მანკიერის სისტემის, თვითმმართველობის სისტემის, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოში, ამისი ბრალიც, იმიტომ რომ ეს 2006 წლის შემდგომ თვითონ საარჩევნო სისტემაც ისეთი იყო, რომ უზრუნველყოფდა მხოლოდ ერთი პარტიის მონაწილეობას საკრებულოებში. ამიტომ და აქაც ეს იდეოლოგიური მონაწილეობა, უმრავლესი საკრებულოს წევრები არ თვლიდნენ საკუთარ თავს რომელიმე პარტიის წარმომადგენლად, არამედ ისინი თვლიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლად. პოლიტიკური ბრძოლა არის, რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება მიისწრაფის იმისაკენ, რომ კონდეს სამართლებრივი ბერკეტები ამორჩევლების დაპირებების რეალიზაციისათვის. წარმოიდგინეთ, მივიღეთ სიტუაცია, როცა ყველაზე მეტი მხარდამჭერი ყავს დედაქალაქში და ყველაზე ნაკლები ბერკეტი, თქვათ, მხარდამჭერების პროგრამის რეალიზაციას გვაქვს დედაქალაქში. ასეთი პარადოქსული სიტუაცია და აქედან გამომდინარე ბუნებრივი როცა საკრებულოს წევრთა უმრავლესობა არ არის იდეას და სოფხედლობაზე გაერთიანებული, იხრებიან იქითკე, საიდკეც არის ძალაუფლების ცენტრი. ასე რომ ეს პროცესია იმ პოლიტიკური კულტურობის და იმ ჯანსაღირებულებებზე შექმნისა, რამაც გამოიწვია ეს პროცესი, თუმცა სუბიექტურ გამოხდომებს, ცალკეულ გამოხდომებს მე არ გამოვრიცხავ. შეიძლება 7 დაიბარონ, შეიძლება 27 დაიბარონ. ეს არის თუ აქვს პროკურატურას ამის კანონიერი საფუძველი, მას აქვს უფლება დაიბარონ ისინი, დამიბარონ მე, დაგიბარონ თქვენ. ისე ზოგადად რატო ხდება უფრო ხშირად ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების დაბარება? 1 ოქტომბრამდე ყველა თანამდებობა სახელმწიფო დონეზე, თვითმმართველობის დონეზე ეკავათ მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ეხლა თუ რაიმე დარღვევა მოხდა წინა წლებში, დამრღვევი ვინ შეიძლება ყოფილიყო? მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრი. იმიტომ რომ იმათ ეკავათ თანამდებობა